ეხლა რა ხდება, რო გაიზრდება? თითქოს აი სწავლის მუხტი, რაც მას ბუნებრივად ჰქონდა, იმიტომ რომ ყველა ორგანიზმს აქვს რა და მით უმეტეს ადამიანს. ჩვენ ისიც კი ვიცით, რომ ლომები, ვეფხვები და ესეთი განვითარების ძუძუმწოვრები მშობლებს აკვირდებიან და სწავლობენ ნადირობას მაგალითად. ან სწავლობენ ჩხუბს და ასე შემდეგ. ანუ ისინიც კი სწავლობენ და ეხლა ადამიანს რო სწავლა უნდოდეს, რა გასაკვირია, ხო? მაგრამ აი ამ სისტემაში გამოივლის და თუ კი პირველ კლასში ეს ცნობილი ამბავია, სვავს რაღაც 5000 კითხვას დღეში თუ ასე შემდეგ. სკოლას დაამთავრებს და აუ გამანებეთ თავი რა, ესე არის. ეს არის განწყობა. აუ სწავლა არა ის და მოიცა ტრენინგი შეჭამეთ რა. აი ამას იტყვის ადამიანი. ესე იგი, რამხელა არეულობა არის სასწავლო სისტემაში, რომ აი ამ დიდი იმპულსიდან აი ამ შედეგზე გავდივართ და მაინც საუკუნეებია ამ წრეს ნევროტულად ატრიალებს ადამიანი. არ ვიცი.